დღეს განვიხილავთ მეშვიდე ბოლო სხივს. მეშვიდე სხივი არის თავისუფლების, პატიების, სამართლიანობის, გვაძლევს გასუფთავებას, შემოქმედებით დინებებს, გვჩუქნის. ხმა, რომელიც აგვეხმარება, არის ცეცხლის ტკაცუნის ხმა და ფლეიტა. ეს სხივი გვაძლევს ალქიმიის ჩართვის საშუალებას, თავისუფლებას და მისგან იწყება სხეულის ტრანსმუტაცია. იგულისხმება, რომ უკვე გაიარეთ დანარჩენი წინა 6 სხივი. იხსნება წინასწარმეტყველება, სიმბოლოების სამყოფელი და სრული მინდობა ღვთისადმი, ასევე ჩნდება რწმენის ატრიბუტები, ინიციატივა, დამოუკიდებლობა, ძალა, გადაწყვეტილების სიმამაცე, ვისაც უნდა ეს გასაღებები უბრალოდ შეგიძლიათ წაიღოთ, შედით იასამნისფერ სხივში და შევსეთ ამ სიტყვებით. ეს ღვთის არსია, ერთგულება და მსახურება ღვთისა ხდება ამ სხივით. ეს სხივი არის მაცნე, ერთგული ღმერთის, ღმერთი თქვენით ქმნის, თქვენ უკვე არაფერს არ აკეთებთ, ღმერთი თვითონ გამოვლინდება. აქ თქვენ ღებულობთ უამრავი რაოდენობის სინათლეს, რომელიც მიდის სივრცეში გაწერილი კოდების შესწავლისკენ. თქვენ ხდებით ღმერთის მსგავსი, თქვენ ხედავთ კოდების მნიშვნელობას, შეიმეცნებთ ყველაფერს, აღარ ხართ ვიწრო ჭრილში და ნათელი დინებებიდან თქვენთან მოდის ძლიერი ინფორმაცია. გამოთავისუფლდება ენერგია კაუზალური სხეულებიდან, რომელიც ინახავდა ჯიშის შედედებულ ენერგიას. შემდეგში თქვენ პასუხისმგებელი ხართ არა მარტო საკუთარ თამაშზე, როგორც პატარა ადამიანი, როცა გამოთავისუფლდება დინება კაზუალური სხეულებიდან, ეს გაძლევთ საშუალებას დაამუშავოთ მთელი ჯიში ამის ხარჯზე. გარკვეულ ეტაპზე ამოტივტივდება ნეგატივი, რომელსაც თქვენ ტრანსფორმაციას უკეთებთ, გადაადნობთ. ამ სხივზე პასუხისმგებელია მთავარანგელოზის ატკიელი. ადამიანები, ვინც ამ სხივის სპეციფიკაში შედიან, არის არტისტები, მწერლები, დიპლომატები, ყველა თავისუფალი და მოწყალე ადამიანი. ღმერთები აბალანსებენ კარმას მანამდე, სანამ სული არ მიაღწევს ამაღლებას, სანამ ზიხართ ჭუპრში, თქვენ გიმუშავებთ ქანქარები. თქვენი ჭუპრი ეს არის ბნელები. ისინი გვეხმარებიან დაინახოთ თქვენი პროექციები, თქვენი სარკეები. როცა ხდება ამაღლება საჰასრარაზე, ვერცხლისფერი ძაფების სახით იტვირთება სხვა პროგრამა და სხვა სიხშირეები, პიროვნების ერწყმის ღვთის არსს. სულის კოდში იშლება კარმასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია. არ შეიძლება სულის განვითარებაზე მუშაობა სხეულის დაზიანების ხარჯზე და პირიქით, და ამიტომ ეს სხივი პასუხისმგებელია აგრეთვე ბალანსზე. ეს თავისთავად მოგცემთ მინიშნებებს. უნდა ისწავლოთ ამ ენერგიის განაწილება ბალანსით, როცა აქ კიდევ ემატება შემოქმედებითი სპონტანურობა და ცხოვრება მომენტით, მაშინ ღმერთი გამოვლინდება აქ და ახლა და გჩუქნით თქვენ უდიდეს სიმდიდრეს და რეალიზაციას, სიამოვნებას. აი მაშინ ჩნდება ღვთიური წესრიგი, ღვთიური თავისუფლება. მთავარანგელოზები და წმინდანები ასწავლიან ხალხს გახსნან გასაღებები ამაღლების ამ გზაზე. ისინი ეხმარებიან თითოეულ სწავლაში. ალი ეს განსაზღვრული ვიბრაციებია, ეს ღვთიური ცეცხლია თქვენს გულში, ეს ღვთაებრივი ნაბერწკალია. შემდეგ დუალობა ერწყმის ერთობას და უმაღლესი დინება გადის ადამიანის სხეულში და გონებაში. ისინი ეწყობიან ადამიანში. ყოველი ფურცელი წარმოადგენს მაგიურ კოდებს მატრიცაში. 1-4-7, 2-5-8, 3-6-9. ეს 3 ქურუმია, რომელთაც მივყავართ ყრმა იესოსკენ. ეს სანერგეა ქრისტეს ცნობიერების მოცემული სხივი მუდმივად ეხმარება ეზოთერიკებს და იმათ, ვინც იღწვის უმაღლესი მსახურებისკენ. ციფრებზე მე კიდევ ვისაუბრებ ცალკე ვიდეოში.